გამწარებულები არიან, ნუ იცით თქვენ, რომ ეს 4-5 დღე იყო კოშმარი იმ ადამიანებისთვის, ვინც მუდმივად შეურაცხყოფდა და აუქს იძახდა მის უწმინდესობაზე და რა თქმა უნდა, დღესაც არისვენებენ ეს ადამიანები, დღეს ფეხბურთელებიც მივიდნენ იქ, თუ იცით თქვენ, რომ ჩვენი ნაკრების ბიჭები მივიდნენ და იმათაც ამოკლედ აუტეხეს ერთი ამბავი და მოკლედ აღარ იციან რა ქნათ, ამოხტრები არიან ნასკებიდან, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ამას მართლა არ მოელოდნენ. ამას მე გითხრათ, ჩემი აზრით, ესენი კი არა, არავინ არ მოველოდით პრინციპში, რა სასწაულის ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვიხილე და ეს იმ ხელაზე მასშტაბური ამბავი მოხდა, ხო, რომ ეს ფაქტიურად იყო ჩვენი ქვეყნის განაცხადი, ესე ვთქვათ, ეროვნული მანიფესტი, თავისთავად დაბადებული, რაც გამოიწვია უწმინდესის გარდაცვალებამ და აქ აბსოლუტურად ყველა უნდა შევთანხმდეთ და ვთანხმდებით ალბათ იმაზე, რომ ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენთვის, ამ ქვეყნისთვის არის მუდმივი ბრძოლა იესოსთვის, იესოს სახელისთვის და მისი სიყვარულისთვის. ეს მოხდა აქ, რაც ყველაზე უფრო მთავარი ამბავია და ისინი დაუშვათ რომ იძახიან, რომ აი უდიდესი შედეგი დადო უწმინდესმა. ხო იყო სულ ლაპარაკი მისი ავტორიტეტის დამსხრევა უნდათ და შავრაზმელები და საპატრიარქო და მოკლედ ჯიპები და ნუ რა ვითომ ტაძარში ხალხის არ შეშვებები და ცხრის ფარად მოგვიხსენიებდნენ და მოკლედ რა ყველაფერი ერთად ეს ყველაფერი კიდე იყო ხოლმე იქ რა ვიდეოებს როგორ იღებენ იმაში რა ქვია სელფებს იქიდან როგორ შეიძლება მოკლედ ყველაფერი იყო განკითხვა რა ესენი ვერ აკვირდებიან ამას თვითონ რასაც იძახიან ყოველი მათი სიტყვა აი ამ მიმართებაში რაც არის საპატრიარქოსთან მიმართებაში უწმინდესთან მიმართებაში კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში რაც გაუკეთებიათ ყველაფერი არის განკითხვა აბსოლუტურად რა თუნდაც ის რომ აი ბავშვებს აქ შიმშილობენ ბავშვები და ამათი ესენი ჯიპები და ну მოკლედ ყველაფერი რა ხო ხედავთ მაგრამ იმდენად მასშტაბური ამბავი დადო უწმინდესმა რა იმდენად აქ გამოჩნდა მთელი მისი ღვაწლი რა პრინციპში ამ ერთი დღისთვის ღირდა მთელი უწმინდესის ცხოვრება მთელი ერთი უწმინდესის ცხოვრება ღირდა ამ ერთი დღისთვის იმიტომ რომ მთელ მსოფლიოს დავანახეთ ჩვენ რა ქვეყანა ვართ ჩვენ და რა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტები რა და პრიორიტეტი რა ამ ღვთისპირიდან გადავარდნილ მსოფლიოში და ეს ძალიან მაგარი რაღაც მოხდა და ეს შემთხვევით არ იყო რომ უწმინდესთან ერთად ფილარეტიც მიიცვალა უკრაინაში შეადარეთ უბრალოდ ეს ორი გარდაცვალება ერთმანეთს რა იქ მისული ადამიანები იქ დამშვიდობება მათი ეგრეთ წოდებული პატრიარქის მისამართით რომელიც პირდაპირ ესე ვთქვათ რა ქვია იმას რასკოლნიკი არის რა ესე ვთქვათ განხეთქილების სათავე იმ ეკლესიის და ჩვენი უწმინდესი და მისი დატირება და მისი გამოთხოვება და უბრალოდ შეადარეთ რა განსხვავებაა ამ ორ ქვეყანას შორის დღეს რა. ეს რა ვიცი ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული დღე არის რომ აი თითქოს მე-12 საუკუნე გაცოცხლდა თითქოს აი თითქოს როგორ გითხრათ თითქოს ხო აგერ იყო აი წარსულია უკვე უწმინდესი ხო უახლესი წარსულია უწმინდესი მაგრამ შორი წარსული არის გრიგოლ ხანძთელი ხო ანუ ყველაფერი წარსულია ესენი არა აქვს მნიშვნელობა საქართველოს წარსულია ყველაფერი რა გვახსოვს ჩვენ ხო ყველაზე ძალიან როგორც როცა უჭირდა საქართველოს 13 ასურელი მამა ჩამოვიდა იოანე ზედაზნელის ხელმძღვანელობით და იქიდან დაიწყო სამონასტრო ცხოვრება და იქიდან გავრცელდა აი ამ არაბიზაცია რომ მიდიოდა მართლა რასაც არაბიზაცია იქვა საქართველოში აი ამ მდინარე აი მომდინარე რაღაცეებმა იხსნეს როგორც პერიოდულად ხდებოდა საქართველოში რა იყო ასურელი მამები იყო გრიგოლ ხანძთელი მე იყო აბოთფილელის წამება და აი ეს ყველაფერი ერთმანეთზე და თითქოს 21 საუკუნეა ხო თითქოს
თითქოს რა ვიცი, თითქოს კაცობრიობა განვითარდა, თითქოს ჰუმანურია უფრო ბჭყალებში, რა თქმა უნდა, ესე არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხა თელ მსოფლიოში რაც ხდება, ჩვენ რასაც ვხედავთ, რომ ეპშტეინიზაცია ამ ვითომ პროგრესულ ქვეყნებში, ხო? არ ჩვენ სხვაგანა ვართ საერთოდ რა. ამიტომ ვიცახი რომ სხვაგანა ვართ ჩვენ, სხვა ქვეყანა ვართ ჩვენ, რაც აქ ხდება ეს არსად არ ხდება საერთოდ რა. ეს პირიქით საამაყო ამას როგორ შეიძლება დაარქვა, რომ აი ხო არია რომ ეხა დავიშვათ იძახია რომ აი თქვენ ცხრები ხართ და შავრაზმელები და მოკლედ და თან იძახია რომ ქრისტეს პატივს ცემენ. და იმას ვერ ხვდებიან რომ განკითხვაში არიან რა. ყველაფრის რა შუაშია აი ამ სიტუაციაში რა შუაშია თქვათ შავი ჯიპები. ან რა შუაშია აი ნებისმიერი ისა რა ქვია განკითხვის თემები, რასაც ისინი იძახიან, ხო? ეს ყველაფერი განკითხვაა რა. რუსული ამბავი და ეგზარხოს გვისვავენ და სულ განკითხვები, სულ. ადამიანს რომელსაც განკითხვის გარეშე იცხოვრა მთელი თავის ცხოვრება, სიკეთის მეტი არაფერი არ უკეთებია, აუგია რო თქვია ადამიანისთვის, იმას ვეთაყვანებით კი? და ეს არის კერპთაყვანისმცემლობა, სიყვარულს როცა ეთაყვანები? თუ კერპთაყვანისმცემლობა ის არის, ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილს რო ეთაყვანები. აი გავუშვით თუ შეიძლება რა, ერთიც და მეორეც. აი მე რა არის კერპთაყვანისმცემლობა, ზუსტად გეტყვით. და რა არ არის, იმასაც გეტყვით რა. ჩემთვის კი ილია მეორე კი არა, მიხეილ სააკაშვილია წმინდა, რომელმაც ჩემი საყვარელი სამშობლო, რომელზეც ძვირფასი არაფერი გამაჩნია, აშენა და აყვავა. მოხუცდა ბატონო, ცას ხო არ გამოეკიდებოდა და 99 წლის დაიღუპა. არ ეკუთვნოდა წასვლა. აი ეს არის სექტანტური კერპთაყვანისმცემლობა. და აი ეს როგორ შეიძლება იყოს კერპთაყვანისმცემლობა, როცა სიყვარული თუ კერპია, ამაზე მეტი დიდება რა არის და ამაზე მეტი ამბავი რა არის. სიყვარული არის კერპი ქვეყნისთვის. და თუ ჩვენ კერპთაყვანისმცემლები ვართ სიყვარულის, კი ბატონო, ვიყოთ კერპთაყვანისმცემლები. იესოც სიყვარული იყო. და ვინც მას ეთაყვანებოდა კერპთაყვანისმცემლები იყვნენ? ხო, არ ვიცი.